მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ქალის ხმა, ეს არის სივრცე, სადაც ღიად ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქალები დგანან. დღეს ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი ელზა პანკრატოვა. დღეს უნდა ვისაუბროთ სტრესი, რომელიც ყველას ჩვენგანს ახდენს გავლენას. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორ ახდენს გავლენას ზოგადად სტრესი ადამიანებზე და არის განსხვავება თქვა ქალებზე სხვა დაირი გავლენა შეიძლება იქონიოს ვიდრე კაცებზე და ძირითადად რა სახის სტრესი არის ხოლმე ყველაზე მეტად დამანგრეველი ქალებისთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა დაინტერესებისთვის მსგავს საკითხის. სტრესი ზოგადად ჩვენს ცხოვრებაში ჭარბი რაოდენობით ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახლავთ და როგორც გვეუბნებიან, ეს არის ჩვენი რეაქცია, ფიზიოლოგიური პასუხი იმ მოვლენებზე, იმ არანორმალურ მოვლენებზე, რაც ხდება ირგვლივ. და ჩვენი რეაქციები განაპირობებს შემდეგ, ჩვენი ხედვა განაპირობებს, როგორია ეს სტრესი. ჩვენი სუბიექტური ხედვიდან გამომდინარე, დამანგრეველია თუ ადაპტაციისთვის შესაძლოა იყოს ნორმალური. სტრესთან გამკლავება ჩვენ ადამიანებს ბუნებრივი გამკლავების მექანიზმებით შეგვიძლია. თუმცა ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, ყველას თავისი რეაქცია აქვს სტრესზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრესის მექანიზმი ერთგვარი ეს გახლავთ განგაშის მდგომარეობა, შეწინააღმდეგების მდგომარეობა და გამოფიტვა. განგაშის მდგომარეობისას ვცდილობთ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს. ეს შეიძლება იყოს სამსახურში არსებული სირთულეები, შეიძლება იყოს სოციალური პირობებიდან გამომდინარე და მრავალი მიზეზი შეიძლება ქონდეს სტრესს გამომწვევი და ჩვენი რეაგირებიდან გამომდინარე, შემდეგ თუ ეს მდგომარეობა გახანგრძლივდა, შეიძლება იყოს დამანგრეველი ან პირიქით სტიმულის მომცემი. ძირითადად სტრესს ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ნეგატიურ კონტექსტში. ანუ ეს უნდა იყოს აუცილებლად დამანგრეველი. თუმცა პოზიტიურ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ სტრესი, ამას ვეძახით ევსტრესს, როდესაც პოზიტიური კონტექსტით შეიძლება მოიაზრებოდეს და დისტრესი გახლავთ დამანგრეველი სტრესი, რომელიც დროში გახანგრძლივებულია, დროში გაწელილია და ეს აისახება შესაბამისად ჩვენს ფსიქოსომატურ მდგომარეობაზე. ეს ეტაპები რომ ახსენეთ, შემდეგ გამოფიტვა ეს კი, აქეთ მივდივართ, თუ გამკლავების ფაზა დიდხანს გაგრძელდა, შემდეგ შეიძლება განლევა მოხდეს ჩვენი რესურსების და შემდეგ ხდება გამოფიტვა. და ამ შეწინააღმდეგების ფაზაშია მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, ამოვიცნოთ ის სიმპტომები, რომელიც სტრესულ სიტუაციას აქვს, იქნება ეს შფოთვა, იქნება ეს დეპრესიული რეაქციები, ამოვიცნოთ, ვისწავლოთ ემოციურ დისრეგულაციას რა იწვევს და შემდეგ შევცვალოთ, გადავარეკონსტრუიროთ, გადავასხვაფეროთ ჩვენი დამოკიდებულებები, ჩვენი აზრები მიმდინარე მოვლენებზე. ინდივიდუალურობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ვიღაცისთვის რთული, ვიღაცისთვის მარტივი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სუბიექტურ ხედვას, როგორც აღნიშნე. ანუ ამიტომ არის რომ ვამბობთ ხოლმე, რომ სტრესი რომ დამთავრდება, მერე იწყება სტრესიდან მიყენებული სიმპტომების გამოვლენა, როცა იფიტება ადამიანი, იმიტომ რომ იმ მომენტში ვერ გრძნობ და მერე რაღაცა უფრო ცუდი გამოვლინება აქვს ხოლმე. მობილიზება ხდება ზუსტად ამ გამკლავების ფაზაში, სრული მობილიზება ხდება, რომ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და შემდეგ ეს გამოფიტვის ფაზა იწვევს, რომ გსმენია ხშირად საერთოდ ძალა დავკარგე, მოვდუნდი, ანუ შეწინააღმდეგების უნარს კარგავს ადამიანი. და ამ გამოფიტვის ფაზაში უფრო მეტი დახმარებაა საჭირო, უფრო მეტი რესურსია საჭირო იმისთვის, რომ
აღდგეს და ადაპტირდეს. ზოგადად არის ხოლმე შედეგიანი მიმართვიანობა, ვთქვათ, ჩარევა შემდეგ ფსიქოლოგიური და მე ამაზე კიდევ მინდა ვისაუბროთ. ნახეთ, ადამიანს თავისი ბუნებრივი გამკლავების მექანიზმი აქვს. შესაბამისად, სწორად პრობლემის სწორად დანახვის შემთხვევაში შესაძლოა არ გახდეს სპეციალისტის ჩარევა საჭირო. ნახეთ, როდესაც ფსიქოლოგთან მომართვა ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოგანათლება მივაწოდოთ ადამიანს, რას ნიშნავს ეს? იცოდეს საკუთარი მდგომარეობის შესახებ, რა სიმპტომები შეიძლება იყოს, რომ იმ მოვლენისთვის, რაც ხდება მის ცხოვრებაში, შიში შეიძლება ძალიან ნორმალური იყოს, ვთქვათ, შფოთვა იყოს ნორმალური და ამან არ გამოიწვიოს რაღაცა გაზვიადებული აღქმები და მარტივად მიწოდებული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მისთვის გასაგებ ენაზე. ამიტომ თუ პირველი ეტაპი გადალახული იქნება, ვთქვათ, ფსიქოგანათლების მიწოდებით, შესაძლოა აღარ გახდეს საჭირო ჩარევა დამატებითი ფსიქოთერაპიული მიდგომები. განსხვავება არის, როგორ რეაგირებენ, ვთქვათ, კაცები და ქალები სტრესზე, ანა შემდეგ თუნდაც გამოხატვის კუთხით, როგორ ამბობენ, რომ რეაგირების მექანიზმი განსხვავებული არის, რამდენადაც ქალები სტრესის შემთხვევაში ქალებთან აქტიურდება მარჯვენა ჰემისფერო, რომელიც პასუხისმგებელია ემოციებზე, სივრცით, აღქმაზე, შემოქმედებითობაზე და ქალები უფრო ექსპრესიული შეიძლება იყვნენ გამოხატვის, სტრესის, აღქმის და გამოხატვის ფორმებში და მამაკაცი რეაგირებს მარცხენა ჰემისფეროთი, რომელიც პასუხისმგებელია აზროვნებაზე, ლოგიკაზე და მამაკაცს მეტი შეყოვნება ჭირდება იმისთვის, რომ გადაიაზროს, ვთქვათ, მიმდინარე მოვლენები, სტრესული სიტუაციები და ამით განასხვავებენ, თუმცა ინდივიდუალურია, ბუნებრივია აღქმა და გამოხატვა. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ გვყავს ოჯახში უშუალოდობის სპორტული ქალები და არა მხოლოდ, ასევე გვყავს ომგამოვლილი ქალები და ასე შემდეგ. ანუ მე მაინტერესებს ზოგადად კრიზისულ გარემოზე, ანუ როგორ ახდენს გავლენას ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თუნდაც იქნება ეს ომი, ძალადობა ოჯახში თუ ასე შემდეგ, ანუ აი რამდენად არის ხოლმე რთული მე ამასთან გამკლავება. როდესაც ფსიქოლოგთან მომართვიანობა ხდება, ძალადობა გამოვლილი ქალების. ამ შემთხვევაში გააზრებული რიგ შემთხვევაში გააზრებულია ის ნეგატიური შედეგები, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ქალის ფსიქიკა, ფსიქოსომატური მდგომარეობა, იმიტომ რომ ფსიქიკური პროცესები აუცილებლად მერე აისახება ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე. ხო? ვიცით, რომ სტრესის დროს გამოიყოფა გამოტყორს ნახდება გარკვეული ჰორმონების, სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის, ადრენალინის, რომელიც რეაგირებისკენ შეიძლება ეს მობილიზებისკენ მოუწოდებს ჩვენს ორგანიზმს. ამ დროს შეიძლება სისხლის შაქრის შემცველობა გაიზარდოს სისხლში, ამ დროს შეიძლება პროთრომბინის ინდექსმა იმატოს, სისხლის წნევა იმატებს, ამიტომ მხოლოდ განვიხილოთ სტრესი როგორც მოვლენა, ასე არ ხდება. აისახება ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. თუმცა როგორც თავიდან აღვნიშნეთ, ჩვენი დამოკიდებულებებია ძალიან მნიშვნელოვანი. მოვლენას სხვადასხვა კუთხიდან, როდესაც ვუყურებთ, არის ეს დამანგრეველი სტრესი, ტრამვული სტრესი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს პოსტტრამვული სტრესული აშლილობა, რომელიც შემდგომ აუცილებლად საჭიროებს თერაპიულ ჩარევას და კომპლექს PTSD, რომელიც უკვე ორგანიზმში, ვთქვათ, დარღვევებს განაპირობებს. ამიტომ არის ხოლმე მნიშვნელოვანი პირველ რიგში გაითავისოს და გაიაზროს ქალმა, რა ხდება მის თავს,
როგორ შეიძლება ის ვთქვათ ემოციები გააცნობიეროს, იმიტომ რომ ემოციების გაცნობიერებაც ცალკე სამუშაო პროცესია. რა დროს შიშია, რა დროს სევდა, შეიძლება სევდას ქვეშ ძალიან ბევრი ემოცია იყოს, შეიძლება სევდას იწვევდეს ბრაზი, იმედგაცრუება, ანუ სხვადასხვა ემოციები შეიძლება გვაქვს ბაზისური ემოციები და მეორადი ემოციები, რომელიც მერე იწვევს აი ამ რეაქციებს, რომელზეც რეაგირებთ უფრო მტკივნეულად, ვიდრე შეიძლებოდა არ ყოფილიყო ეს რეაგირება მტკივნეული. რაც შეეხება იმას, რომ რამდენად შეიძლება ვთქვათ კრიზისულ შემთხვევაში ქალი საკუთარ თავსაც დაეხმაროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თვითდახმარებისთვის გავაძლიეროთ ძალადობის მსხვერპლი ქალი, ომის შედეგადაც ფაქტიურად მსხვერპლია ძალადობის, ხომ? შეიძლება გავაძლიეროთ თვითდაეხმაროს საკუთარ თავს იმისთვის, რომ გაძლიერდეს, გადალახოს ის შიში, ის უმწეობის მდგომარეობა და ძალადობა საკმაოდ ვრცელი საკითხია, მრავლის მომცველი საკითხია, რომელმაც ბევრი დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. როგორც ფუნქციონირების თვალსაზრისით, თუ დავუშვათ ფუნქციონირება შეზღუდულია, თუ დავუშვათ ხშირი შემოჭრებია იმ მომხდარის, რაც იყო წარსულში. სავარაუდოა, რომ პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა შეიძლება იყოს სახეზე და ამ მიმართულებით იყოს ჩარევა საჭირო. თუმცა თუ და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი დაცული ბავშვობა ქონდა. ამაზე მინდოდა ბავშვობის ტრაუმებზე კიდევ თუ ბავშვობა ძალადობრივ გარემოშია გაზრდილი, ზრდასრული, მსხვერპლი, სავარაუდოდ გამკლავების მექანიზმები ბევრად უფრო მცირეა, ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე კეთილგანწყობილ გარემოში გაზრდილი მსხვერპლის. რამდენადაც ბავშვობის დროინდელი ტრავმები ფაქტობრივად პიროვნულ ზრდას აჩერებს. მუდმივი შიშის ქვეშ, როდესაც არის ბავშვი, მუდმივი დაუცველობის განცდა, როდესაც აქვს, ვერ ვითარდება. აქ არის დანაშაულის განცდა, აქ არის სირცხვილის განცდა, რომელიც ფაქტობრივად ყინავს ადამიანს და ბავშვისთვის განსაკუთრებით მძიმეა მსგავსი რეაქციები. შეიძლება ქცევა შეცვლილება გამოიწვიოს, პირიქით იყოს აგრესიული, ან ძალიან დათრგუნული და იყოს იზოლირებული საპირისპირო ერთმანეთისგან მისი რეაქციები. და ბავშვობის დროინდელი ტრავმები განაპირობებს შემდგომ აი ამ გამკლავებისთვის მზაობას. ანუ არის შედეგიანი ბავშვობის ტრაუმებზე მერე უკვე მოსდილ ასაკში მუშაობა? აუცილებლად მნიშვნელოვანია, ამიტომ რომ როდესაც ზრდასრულ ასაკში ვერ ხდება გამკლავება იმ გამოწვევებთან, რომელიც არის, უნდა ვეძიოთ, ხშირად უნდა ვეძიოთ ფესვი ბავშვობის ტრაუმებთან. შეიძლება თვითონ არ ქონდეს გაცნობიერებული, რომ რაღაცა მოდის ბავშვობიდან. კი ბატონო, სწორედ ამაშია ერთ-ერთი მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ გავაცნობიერებინოთ და ზოგი იმასაც ვერ ხვდება, რომ არის მსხვერპლი. აი ეს მსხვერპლად ყოფნა უნდა გავაცნობიერებინოთ და შემდეგ ვმუშაობთ ცვლილებებზე. რამდენადაც უარყოფს საკუთარ თავში მსხვერპლად ყოფნას და გვაქვს ესეთი ტრაუმული გადათამაშება, ტრაუმული მიბმა და ტრაუმული გადათამაშება. ტრაუმული მიბმა ნიშნავს მსხვერპლის დამოკიდებულებას, აი მიჯაჭვულობას მოძალადეზე. და ტრაუმული გადათამაშებები იგივე სცენარით შეიძლება იცხოვროს მსხვერპლმა, დაუშვათ განიცადა წარსულში ძალადობა,
შემდეგ თითქოს დასრულდა ეს ძალადობა და ახალ პარტნიორთან თუ ახალ რომელიმე ადამიანთან იგივე სცენარში შედის, იგივე ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს. მისგან დამოუკიდებლად, გაუცნობიერებლად რა თქმა უნდა და სწორედ აი ამის გაცნობიერებისთვის მუშაობთ პირველ ეტაპზე. და შემდეგ უკვე გადარეკონსტრუირებას, გადასხვაფერებას იმ დამოკიდებულებების, რომელიც ბავშვობიდანვე აქვს ჩართული ეს პროგრამები. ჩემი ბრალია რომ, როდესაც მშობლები კონფლიქტში არიან და ბავშვი ამის შემსწრეა, მას უყალიბდება ესეთი განცდა, რომ მისი ბრალია რომ ეს ხდება, მისი ბრალია რომ ვერ ეხმარება მშობლებს, მისი ბრალია რომ ვერ შეარიგა და ეს არაცნობიერი პროცესია. ამ ბავშვობის ტრამვით, ნახეთ, ბავშვობის ტრამვაში შეიძლება იყოს მიტოვების ტრამვა, ერთ-ერთი ძლიერი ტრამვა, როდესაც შეიძლება ფიზიკურად იქვეა მშობელი, მაგრამ ემოციურად ხელმისაწვდომი არ არის. ანუ, როდესაც ბავშვი აზიარებს რაიმეს, თუნდაც ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე სკოლაში მიმდინარე, შეიძლება იყოს ბულინგის რაღაცა ელემენტი, შეიძლება იყოს ნეგატიური დამოკიდებულება ბავშვის მიმართ და ეს უნდა გააზიაროს მშობელთან. ნახეთ, თუ მშობელს თვითონ არ აქვს ეს იდენტობა მყარი ჩამოყალიბებული, პირიქით ბავშვის დადანაშაულება ხდება. და მშობელს სჭირდება გაძლიერება ამაში, რომ თვითონ იყოს ემოციურად სტაბილური, რომ ბავშვზე არ გადავიდეს შემდეგი შფოთვა და ბავშვი არ დაადანაშაულონ იმაში, რომ ალბათ გამოიწვიე რახან ესე მოგექცნენ. და ეს ფაქტიურად უარყოფ ბავშვს ესეთი განცდა აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანი ემოციური ჩართულობა, ძალიან მნიშვნელოვანი თვალით კონტაქტი ბავშვთან. ემოციურად ხელმისაწვდომი არ ხარ, ფიზიკურად ხელმისაწვდომიც არ ხარ და ფაქტობრივად თავისთვის ცხოვრობს, თავის სამყაროშია და მე მშობლებს უჭირთ ხოლმე ასეთ ბავშვებთან ურთიერთობა, კომუნიკაციის დამყარება. რა შეეხება ფსიქოლოგიური დახმარების მოთხოვნას, რამდენად არის თქვათ ხშირი მოთხოვნადი, თუნდაც ქალების მხრიდან და თუ არის ხოლმე ისეთ ეტაპზე, სანამ გართულებული არის მდგომარეობა, მაგრამ ცდილობენ რომ აღმოუჩინოს საკუთარ თავს დახმარება და მიმართონ ფსიქოლოგს. ფსიქოლოგთან მიმართვის კულტურა ეტაპობრივად იზრდება. თუმცა აქაც გარკვეული ფაქტორებია გასათვალისწინებელი, ამიტომ რომ მომსახურება არ გახლავთ იაფი ფუფუნება, ეს რაც ეკონომიურ მხარეს შეეხება და ფსიქოლოგთან მიმართვას აფერხებს ისიც, რომ დამოკიდებულება ერთგვარი დამახინჯებული ფსიქოლოგმა რა უნდა მეშველოს, ჩემი თავის ფსიქოლოგი მე თვითონ ვარ, ან შენი თავის ფსიქოლოგი შენ თვითონ ხარ. რა თქმა უნდა, როდესაც არის მეგობარი, როდესაც არის ადამიანი, რომელსაც უზიარებ და გითან აგრძნობს, ეს ძალიან კარგია. ხარდამჭერების არსებობა, თუმცა ფსიქოლოგთან, როდესაც სამუშაო პროცესში ჩართულია, მსხვერპლზე თუ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, ან სხვადასხვა პრობლემებით მოდიან ადამიანები, აქ უნდა გაცნობიერებული კონდეს პირველ რიგში, რომ ფსიქოლოგის დახმარება ჭირდება. და თვითონ სამუშაო პროცესში ეს თვითონ პროცესია შემდეგ ძალიან ფაქიზი და მიმზიდველიც და ფაქიზიც, იმიტომ რომ რამდენადაც ტკივილს უახლოვდები, მის ტკივილს უახლოვდები, იმდენად შეიძლება რეზისტენტობის და უარყოფის ფაზა ჩაერთოს, იმიტომ რომ ოღონდაც არ ატკინო, ოღონდაც იმ პრობლემას არ მიუახლოვდე და გარბის ემოციურად, ანუ შეიძლება არ ჩაერთოს სამუშაო პროცესში. ანუ პროცესს თვითონ თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ პირველ რიგში თუ ფსიქოლოგთან მიდის ადამიანი, მას გაცნობიერებული უნდა კონდეს, რისთვის მიდის. და არის ხოლმე ესეთი ილუზია, როდესაც ფიქრობენ ფსიქოლოგმა მხოლოდ თავზე ხელი არ უნდა გადაუსვას მოკლედ. იმიტომ რომ ეს უფრო ასუსტებს. უნდა გაძლიერდეს
და თავზე ხელის გადასმაში რა იგულისხმება, ანუ რა თქმა უნდა წახალისება, სტიმული, მაგრამ ის რომ საკუთარი თავი შეიძლება ისეთ სარგეში დავინახოთ, რომელიც შეიძლება არ მოგწონდეს, ეს იწევს მერე ცალკე ტკივილს, რა თქმა უნდა, მასში და შეიძლება ესეთი თავდასხმითი, ვერბალური თავდასხმითი, რასაც ჩვენ ტრანსფერს ვეძახით, მისი ტკივილების გადმოტანა ხდება სპეციალისტზე. ასე რომ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი ფსიქოლოგის მხრიდანაც და თვითონ პაციენტის ხო, რა თქმა უნდა, კი ბატონო, ფსიქოლოგის მხრიდანაც და პაციენტის მხრიდანაც, კლიენტის როგორც გქნებოდ. დიახ, არჩევებზეც რომ გადავიდეთ, თქვენ ახსენეთ კი მხარდაჭერის გზები, თუმცა ახლა რასაც ყვით იმ ქალებს, ვინც გვიყურებენ და მაგალითად იმყოფებიან სტრესში, თუმცა არ აქვთ ეს მხარდაჭერა ფსიქოლოგი, მეგობრები, ოჯახი და ასე შემდეგ. აი რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა აქციონ თუნდაც ყოველდღიური რუტინა სტრესთან გამკლავებისთვის და რაღაც არჩევები რაც შეიძლება ვაქციოთ მიმზიდველად და რიგ შემთხვევაში შესაძლოა რუტინაში დაბრუნება იყოს მნიშვნელოვანი და საჭირო. რიგ შემთხვევაში რუტინიდან გასვლა. რუტინიდან გასვლა, როდესაც ერთი და იგივე ერთფეროვან საქმეს აკეთებ და ქცევითი რეპერტუარი არ არის შეცვლილი. ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეცვალო რაიმე მინიმალური, თუნდაც სამსახურიდან აი ერთი გზით რომ მიდიხარ, მეორე გზით წახვიდე. ძალიან მარტივია. თითქოს, მაგრამ ესეც ერთგვარი ძალიან პატარა ცვლილება. აუცილებელია მუდმივად ვააქტიუროთ აღქმის სამი არხი, რასაც ვეძახით, ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური შეგრძნებითი რაც გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში. ანუ დავინახოთ ბევრი კარგი რამ, მოვისმინოთ ბევრი კარგი რამ, სასიამოვნო. ანუ შეიძლება ეს იყოს წვრილმანებიც, ხო? შემთხვევაში რაც ყოველდღიურად ხდება. კი ბატონო, ძალიან ბანალური გამოთქმა ბედნიერება წვრილმანებშიაო, თუმცა ნამდვილად წვრილმანებშია ბედნიერება. და თუ იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ბედნიერება რაღაცა გლობალური საკითხია, შემდეგ იმედგაცრუებები ბევრად უფრო მეტი გვაქვს. ამიტომ ის რომ კარგი ამინდია და გვიხარია, უკვე შეიძლება სტრესთან გამკლავებაში გვეხმარებოდეს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ელზა პანკრატოვა, ფსიქოლოგი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე გემშვიდობებით დროებით.